დღეს ვისაუბრებ ეპიდოუზე, თქვენთვის ბევრისთვის ცნობილ საშუალებაზე, რომელიც გამოიყენება აკნეს მსუბუქი და საშუალო ფორმის მკურნალობაში. ეს საშუალება იყიდება აფთიაქებში, ეს არის სააფთიაქო სამკურნალო საშუალება, ეს არ არის კოსმეტოლოგიური საშუალება. შესაბამისად, მისი გამოყენება სასურველია მოხდეს ექიმის დანიშნულებით და მისი მეთვალყურეობის ქვეშ. ეხლა, რას წარმოადგენს ეს პრეპარატი, რისგან შედგება დუო, რას ნიშნავს, მანდ არის ორი აქტიური ინგრედიენტი, რომელიც პირველი არის თქვენთვის ცნობილი ადაპალენი და ასევე ცნობილი მეორე საშუალება ბენზოილპეროქსიდი. ამ ორი აქტიური ნივთიერების კომბინაცია გვაძლევს რას? პირველი ადაპალენი მოქმედებს ანთებით პროცესზე, მეორე ბენზოილპეროქსიდი მოქმედებს უკვე ანთება, როცა გვაქვს სახეზე, მის მოშრობაზე. ვისაც აქვს აკნეს ფორმა, ისეთი, რომელიც მაგალითად იკეთებს ზემოდან თეთრ თავებს, თეთრ თავებს ზემოდან, მათთვის ეს იქნება, ყველაზე ესე ვთქვათ, ოპტიმალური საშუალება ამის გამოყენების. როგორ ვიყენებთ ამ საშუალებას? ესე იგი, ამასთან ერთად, როცა ჩვენ შეყვავს ეს საშუალება ჩვენს მოვლაში, აუცილებლად ჩვენი დაბანა უნდა იყოს ყველაზე რბილი საშუალებებით. შეგიძლიათ აფთიაქებში არჩიოთ დასაბანი საშუალებები, რომლებიც იქნება მგრძნობიარე ან მშრალი კანისთვის. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ეს პრეპარატი იწვევს სიმშრალეს და რომ ნაკლებად ჩვენ დავამატოთ კანს კიდე სიმშრალე, ამისთვის უნდა გამოვიყენოთ ეს რბილი დასაბანი საშუალებები, რომელიც კანს აღარ გამოაშრობს. მეორე, დაგვჭირდება დამატენიანებელი საცხი, რომელშიც არ იქნება არანაირი მჟავები და სხვა ელემენტები. მინიმუმ საცხები, რომლებშიც იქნება ან ჰიალურონი, ან პანტენოლი მის შემადგენლობაში. ამას ჩვენ ვეძახით მარტივ საცხებს, სადაც არ არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, დააკვირდით წარწერაზე ყოველთვის წინ იქნება გამოტანილი, არის თუ არა იქ რამე მჟავეები ან დამატებითი ვიტამინები, ან კიდე რამე სხვა, ესე ვთქვათ, აქტიური ინგრედიენტები. როგორ უნდა დავიწყოთ ეპიდუოს გამოყენება? ეპიდუო არის გელი, ძალიან თხლად, საღამოს საათებში, დაბანის შემდეგ, როცა სახე კარგად გაშრება და იქნება აბსოლუტურად მშრალი, იმიტომ რომ წყლის შემთხვევაში შევა მასთან რეაქციაში და დაგწვავთ სახეს, ვისმევთ თხელი ფენით თლიან სახეზე და არაწერტილოვნად, ვინაწილებთ სახეზე, ველოდებით დაახლოებით 9 საათი და ამის შემდეგ ჩვენ უკვე შეგვიძლია წავისვათ დამატენიანებელი საცხი, თუ გრძნობთ, რომ კანი ცოტათი იწყებს გამოშრობას. სქემა არის მოხმარების შემდეგნაირი. თავიდან ვიწყებთ სადღაც 5 დღეში ერთხელ ამის გამოყენებას, მერე შეგვიძლია 1-3 გამოყენების შემდეგ გადავიყვანოთ 4 დღეში ერთხელ გამოყენებაზე და ნელ-ნელა დავიდეთ 3 დღეში ერთხელ გამოყენებაზე, თუ თქვენ გაქვთ ცხიმიანი კანი, მაგ შემთხვევაში შეგიძლიათ 2 დღეში ერთხელაც გამოიყენოთ. როდის მოგცემს შედეგს ეპიდუო? შედეგი უნდა დადგეს დაახლოებით ამ სქემით, რომელიც მე თქვენ გითხარით, თვე-ნახევარი 2 თვის შემდეგ. მაგრამ ეს ნიშნავს პირველ შედეგს. იმისთვის, რომ მდგრადი შედარებით, ასე ვთქვათ, შევინარჩუნოთ და შედეგი მდგრადი იყოს, ამის მოქმედება, მინიმუმ 3 თვიდან 6 თვემდე უნდა გამოვიყენოთ ეს პრეპარატი, რომ მან ბოლომდე მოახდინოს, ესე იგი, ზემოქმედება თქვენს უჯრედებზე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ადაპალენი უჯრედზე მუშაობს, დაჯდეს იქ კარგად და შემდგომში აღარ დაუშვას მაგალითად კიდევ ამ ანთებითი პროცესის გაგრძელება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ არასოდეს აღარ გაგიმეორდებათ აკნე, მაგრამ რაღაც გარკვეულ რემისიას თქვენ ეს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდით მოგცემთ. ეს თვისებები ამ ნივთიერების კიდე გვაძლევს იმის მითითებას, რომ აუცილებლად ეპიდუოს გამოყენების დროს უნდა ვიხმაროთ მზისგან დამცავი საშუალებები. ეს არის აუცილებელი პირობა, რადგანაც ეს საშუალება ხდის კანს მეტად ფოტომგრძნობიარეს და
ამიტომაც ნებისმიერი, ესე იგი ულტრაისფერის სხივი იქნება ჩვენი კანისთვის ზედმეტი პრობლემა და შემდგომ უკვე პიგმენტური ლაქის გამოჩენა. ამიტომაც როცა გავდივართ დილით სახლიდან, აუცილებლად ხმარობთ ზის დამცავ საშუალებას, ვიცავთ თავს მაქსიმალურად იმისთვის, რომ რაც შეიძლება შვიდად გავიაროთ ეს ამ ეპიდუს მკურნალობა. საუკეთესო არჩევანს გისურვებთ ჩემო კარგებო და წარმატებულ დღეს.